მარიამ ხმაურიან საქმეზე წინა სასამართლო პროცესი ზუსტად 12 საათზე დაიწყება. ამ წუთებში ხდება სწორედ ეტაპირება გლდანის მერვე დაწესებულებიდან სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების დღეს. განსასჯელის სკამზე იჯდება მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, პოლიტიკოსები ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, ასევე პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე და ამასთან ერთად განსასჯელის სკამზე იჯდება აქციის 4 მონაწილე, რომელთაც სწორედ აქციაში მონაწილეობას ედავება ძალოვანი უწყება. დაარღვევენ თუ არა დღეს თუ მილს 4 ოქტომბრის დიდი შეკრების ორგანიზატორები ისაუბრებენ თუ არა რა მოხდა 4 ოქტომბერს, როგორ შეიცვალა გეგმები, დაასახელებენ თუ არა მოღალატეს ან მოღალატეებს. ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარ ვერ კეთდება განცხადებები, არავინ იცის ისარგებლებენ თუ არა დღეს სიტყვის უფლებით სწორედ დაკავებულები, რა აქვთ მათ სათქმელი საზოგადოებისთვის და სასამართლოსთვის. დღეს წინა სასამართლოს ხდომა პირველი შუამდგომლობა, რომელსაც ადვოკატები დააყენებენ, იქნება რომ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყდეს, რადგან უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. თუ ირაკლი შვანგირაძე მოსამართლეს სისხლის სამართლებრივ დევნას არ შეწყვეტ, შემდგომ უკვე მეორე შუამდგომლობა იქნება, რადგან ადვოკატების შეფასებით ამ შემთხვევაში მაინც უნდა დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა, რადგან არც ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ არ არსებობს მყარი, უთხოვარი მტკიცებულებები, ამიტომ ითხოვენ, რომ დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა შეიცვალოს. ჩვენ შეუძლებლობა გვექნება საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენი მონაწილეობის გარეშე უბრალოდ დღეს მოსამართლეს ევალება ამ გადაწყვეტილების გამოცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი გადასცემს ხდომას არსებითად განსახილველად. დღეს აღკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა განეხილოს სასამართლომ, ჩვენ ცხადია პოზიცია გვექნება იგივე რაც ჰქონდა წინა ხდომაზე. პოლიტიკური დავალება არის ასეთი, რომ პოლიტიკური ტყვეები დარჩნენ პატიმრობაში, არც ერთი ფურცელი მტკიცებულების, არც ერთი კადრი, არც ერთი ჩანაწერი, არც ერთი რაიმე ტიპის ინფორმაცია ამ საქმეში დამატებული არ არის. ერთადერთი რაც მოხდა არის, რომ ალბათ უბრალოდ ადმინისტრირების და ორგანიზების გაადვილების მიზნით ამდენი 65 ადამიანის საქმე გააერთიანეს, დააჯგუფეს 10 გამსხვილებულ საქმედ. ყველანაირი ლოგიკის გარეშე, მაგალითად, პაატა ბურჭულაძის და მურთაზ ზოდელავას საქმე გააერთიანეს ირაკლი ჩქურკიას საქმესთან, ანუ სანდერსის საქმესთან და ასე შემდეგ. ჩვენ გვექნება დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა, ჩვენი დაცვის პირთა მიმართ, რომ ეს საკითხები არ სასამართლო დარბაზში უნდა ერჩეოდეს, არამედ ის უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის საკითხი. ჩვენ გვექნება ასევე შუამდგომლობა მათი გათავისუფლების მოთხოვნით, აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ გვექნება შუამდგომლობა გარკვეული მასალების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, სადაც ნათლად დადასტურდება, რომ არავითარი ძალადობა მათ არ სურდათ და მათი მიზანი იყო საქართველოში კონსტიტუციური წყობილების დაცვა სინამდვილეში. რეალურად ამ საქმეში მხოლოდ ის მასალაა და სხვა ვერც იქნება, რაც საზოგადოებას საჯაროდ ნანახი აქვს. ლაშა ბერიძესთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მან ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, მსგავსი მტკიცებულება საქმეში არ არის. შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ შევიკრიბოთ 4 ოქტომბერს. ხოლო ლაშა ბერიძის მოწოდება, რომ შევიკრიბოთ და ძალადობრივი ქმედებები განვახორციელოთ, მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს და საქმეშიც არ არის შესაბამისად. სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 9 პირთან ერთად დღეს ირაკლი შაიშმელაშვილის საქმის განხილვაც იქნება. ირაკლი შაიშმელაშვილი გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი არის ერთ-ერთი, მას გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობისკენ შეცვლის მოწოდებას, ან ასეთი ვიდეოს გავრცელებას ედავება. შაიშმელაშვილი საქართველოში არ იმყოფება, დღეს მისი წარმომადგენელი ადვოკატი იქნება ხდომათა დარბაზში, დააყენეს შუამდგომლობას, რომ შემდეგი სასამართლო პროცესებიდან დისტანციურად ჩართონ
ირაკლი შაიშმელაშვილი საქმეში, რადგან მას სურს, რომ ამ მძიმე ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტებები თავად გააკეთოს, დაესწრო საქმის განხილვას, მიიღოს პროცესში მონაწილეობა, დაუსვას მოწმეებს კითხვები, გამოიკულიოს ის მტკიცებულებები, რომელიც ამ საქმეში მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ჩადო. დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო ადვოკატის ამ შუამდგომობას, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. შაიშმელაშვილი შტატებიდან ადევნებს თვალს იმ ბრალდების საქმეს, რის გამოც მას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. შაიშმელაშვილი არ დაესწრება დღეს პროცესს. ბრალის წარდგენის დღიდან გასულია 40 დღე და ამ ხნის მანძილზე პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს ბატონი ირაკლი შაიშმელაშვილის მხრიდან განხორციელებულ რაიმე სახის უკანონო მოქმედებას. ვიდეოში ბატონი ირაკლი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ შეასრულონ მათი ფიცი, მათი კანონიერი რაც აქვთ უფლება ფიცი, ის არ მოუწოდებს არანაირი ძალადობისკენ, პირიქით ის ყოველგვარ ძალადობას გამორიცხავს ნებისმიერი მხრიდან. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 77 მუხლი, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობის შეცვლისკენ მოწოდებას, ან ასეთი ვიდეო მასალის გავრცელებას და შეცვლას. ჩვენ დღეს მოვითხოვთ, რა თქმა უნდა, დევნის შეწყვეტას, ასევე მოვითხოვთ ბრალდების ხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას. 4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი არის დღეს 12 საათზე დაიწყება სხდომა 10-დან 6 ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ედავება საგამოძიებო უწყება დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რაც შეეხება დანარჩენ 4 პირს მათ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დებს საგამოძიებო უწყება ბრალს. რა სიტყვიან გასაზრდელი სკამიდან დაკავებულები, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. მოსამართლე შვანგირაძე სხდომა ზუსტად 12 საათზე გახსნის. სასამართლო პროცესი ყველაზე დიდ დარბაზში ტარდება, სადაც 150 კაცი ეტევა. უკვე დაიწყეს საქალაქო სასამართლოში დაკავებულების გულშემატკივრებმა, მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა მოსვლა.